მოგესალმებით, დღეს 8 აპრილია, ოთხშაბათი. მე ძალიან მიხარია, რომ დაანონსებული ცივილიზაციის დასასრული არ დადგა. იმედი მაქვს, რომ არც დადგება. ამიტომ მე როგორც ვიწყებ ხოლმე ტრადიციულად, ახლაც ვიტყვი, რომ პირველ ყოვლისა იყოს მშვიდობა. იმიტომ რომ ეს ძალიან ჭირდება არა მხოლოდ ჩვენს ოჯახს და ჩვენს თავს, არამედ როგორც გაირკვა მთელს მსოფლიოს. და დიდი იმედი მაქვს, რომ 2 კვირით არის გადადებული ეს ყველაფერი და არც 2 კვირის მერე არ მოხდება ცივილიზაციის დასასრული, როგორც იყო დაანონსებული. ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს პროგრამას და ვცდილობთ, რომ გაგაცნოთ ადამიანები, შეგახვედროთ ის ადამიანები, რომლებიც ძალიან საინტერესო ხელოვანები არიან და რომელთაც დიდი მომავალი აქვთ. აწყვოთ ძალიან კარგი აქვთ, მაგრამ მომავალი კიდევ უფრო დიდი ექნებათ და რომელთაც უნდა გააგრძელონ ის არაჩვეულებრივი ტრადიცია, რომელიც გააჩნია ქართულს, ამ შემთხვევაში სამუსიკო ხელოვნებას, საშემსრულებლო ხელოვნებას, რომლითაც ძალიან ამაყები ვიყავით, ვართ და იმედი მაქვს, რომ ვიქნებით და მე ახლა სიამოვნებით დავუთმობ ეთერს თათუნა ალადაშვილს და მის რუბრიკას, იმიტომ რომ ძალიან კარგი სტუმარი ყავს, ძალიან კარგი ხელოვანი, რომელსაც შეგახვედრებთ კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ მე დავტკბებით იმ მუსიკით, რომელსაც შემოგთავაზებენ. მოგესალმებით. მადლობა წარდგენისთვის და განსაკუთრებით მიხარია დღევანდელი დღე. ჩემი आज უკვე დიდი მეგობარი, მართლა თუ კი ვინმეზე შეიძლება ითქვას უნიჭიერესი, თუ კი ვინმე შეიძლება ითქვას ვუნდერკინდი, ერთადერთი კინდი არ არის ის მართლა ზრდასრული პიროვნება, გაჟღენთილი სრულიად მუსიკით. ხო იყო. ნუ პრინციპში ახალ ბავშვია ასაკით, მაგრამ მისი მუსიკა, მისი პერსონა და მისი აზრები არის აბსოლუტურად ზრდასრული, აბსოლუტურად ბრძნული, ღრმა, ძალიან საინტერესო. ერთადერთი და განუმეორებელი ცოტნე ზედგინიძე. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა თქვენ რომ დამპატიჟეთ, ძალიან მიხარია აქ დაბრუნება. საკმაოდ დიდხანს არ ვიყავი პირველ რიგზე და მიხარია დაბრუნება და ჩვენს დაგვეხარია რომ დაგვიბრუნდე. თან ქმნის ხო თვითონ ძალიან კარგი მუსიკა. ქმნის ფანტასტიკურ მუსიკას, მისი მუსიკალური ენა რაღაც საერთოდ სხვა არის. უკვე თავისუფლად შეიძლება აღინიშნოს, რომ ზედგინიძეს რეპერტუარი არსებობს. როდესაც ის ჯდება ინსტრუმენტთან, დრო ჩერდება და მართლაც რაღაც სხვა სამყაროში გადავდივართ. მე მინდა დავიწყო ჩვენი საუბარი სულ რამდენიმე დღის წინ ეროვნულ სასახლეში, პიანინოს ფარგლებში, რომელიც კულტურის სამინისტროს და შემოქმედების საქართველოს ეგიდით ტარდება. ცოტნე არაჩვეულებრივი საღამო აჩუქა მსმენელს. ძალიან საინტერესო პროგრამით. მისი იმპროვიზაციები, შუბერტის ბოლო ლამაჟორული სონატის პირველი ნაწილი, ცოტნეს მიერ ასევე გადაკეთებული ვაგნერის დამუშავებული ოპერა და ჩვენ ერთადაც შევასრულეთ 4 ხელში. მოდი ჯერ ამ პროგრამაზე ვისაუბროთ, მის არჩევაზე, მის დრამატურგიაზე და შემდგომ უკვე მომავალ გეგმებზეც. დიახ, ეს იყო ჩემთვის განსაკუთრებული კონცერტი, იმიტომ ჯერჯერობით მიყავდა დათოს და ეს ყოველთვის დიდი პატივია, როცა დათოს რომ მიყავს რაღაცა, ეს უკვე დიდი დღესასწაულია, ეს ნამდვილად ასეა და ძალიან სასიამოვნო იყო ეს კოლაბორაცია მასთან და ასევე როგორც დათომ თქვა, დავუკარით ერთად 4 ხელში დვორჟაკის სლავონური ცეკვა, ძალიან ლამაზი მუსიკა და განსაკუთრებული პროგრამა მე ავარჩიე იმის მიხედვით, რომ აი ყველაფერი რაც მე მაინტერესებს და მიყვარს გამოჩენილი იყო აი ამ მოცემულ დროშიც იყო კონცერტზე სრულიად მეყვა ნამდვილად მე ვაჩვენე ჩემი სიყვარული ამ ყველანაირი სტილის კლასიკური მუსიკის სტილებში თავისი განსაკუთრებულობით და იმპროვიზაციები დაუკარი ორივე სტილში მე ვიტყოდი ეგეთი ჩემი უფრო ახალი უფრო სწორად ახალი უფრო რომანტიკული სტილი და უფრო ძველი, რაც პატარობაში მქონდა უფრო თანამედროვე და აი თანამედროვე მუსიკა და ატონალური მუსიკა. ამიტომ ეს ორივე სტილი გამოვაჩინე. ასევე დავუკარი შუბერტის ძალიან დიდი და მასშტაბური სონატა, თუმცა რთული შესასრულებელია დავუკარი პირველი ნაწილი, იმიტომ რომ დღიანი არის 1 საათი თითქმის და ეს იყო განსაკუთრებული დღე.
ჩემთვის. მიხარია, მინდა რომ კიდევ უფრო ჩაგეძიო, რა არის შენი განწყობა და მიდგომა ინსტრუმენტთან, მაშინ და თუნდაც დარბაზთან, როდესაც ერთი ასრულებს შენს მუსიკას, მეორე ასრულებს შენს მიერ დამუშავებულ მუსიკას და მესამე სხვა ბუმბერაზი კომპოზიტორის მუსიკას. რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიდგომა გჭირდება, სხვადასხვა ფიქრი გჭირდება და გადაწყობა სრულიად განწყობის. დიახ. როცა ვუკრავ აი ჩემ მუსიკას, ეს სხვადასხვანაირად არის. აი იმპროვიზაცია ეს სხვანაირი რაღაცა ეს არის. მე შემიძლია ყოველთვის აი დაუჯდე ფორტეპიანოსთან თუ მთხოვეს და აი რომ ძალიან არ ვიყო ხასიათზე, ან არ ვიყო ესე აღტაცებული ან ინსპირაციით, მე მაინც შემიძლია გამოვიგონო ჩემი მუსიკა იქვე, ისე რომ მე არ ვიცი, გამოდის თითოეული ნოტის მერე ეს იქვე ვიგონებ და ეს ძალიან მიყვარს, ეს ძალიან ჩემი ეგეთი ნომერპირველი რაღაცა, რისგანაც მე ვიღებ დიდ სიამოვნებას და ასევე გამახსოვრდება ხოლმე უცებრო მე ძირითადად არა. უნდა ჩავიწერო, ან და ბევრჯერ დავუკრა და ძალიან რამდენი მუსიკა გაქვს დაკარგული ესე კაცო? ძალიან ბევრი მუსიკა არის დაკარგული და სამწუხაროდ გაიქნებოდა კომპოზიციებისთვის უკვე მე მუშავა, მაგრამ ამას ცალკე. მაგრამ ასეთ ტელეფონი და ჩაიწერე ხოლმე აი ტელეფონი კი მართალია, აი ტელეფონს თავი რაღაც ხასიათი მიქრება იმის წავს, მაგრამ ასეთ მომენტებში სწორედ მეცადინეობაც დგება, შენ სწორედ რომ ახალ ფრაზებს ამუშავებ და არ არსებობს ეს დაიკარგოს, ის ყოველთვის სადღაც იჩენს თავს. მაშინ როდესაც შენ აკეთებ შენსავე ტრანსკრიფციას და უკრავ ვაგნერის ერთ-ერთ ყველაზე ურთულეს და მართლაც განსაკუთრებულ ენას ირგებ, მაშინ რა ხდება? ნუ ვაგნერის მუსიკა ეს ძალიან ჩემთვის ნიშნულოვანი კომპოზიტორია, რადგან მე პატავი ვუსმენ მის მუსიკას და ეს ჩემი პარაფრაზა 4 მის გიგანტურ ოპერაზე ნიბელუნგები, ეს ის გერმანული სკანდინავიური მითოლოგია და მან გააკეთა ის რომ თან მუსიკა შეუწყო, ეს არის როგორც ის იძახდა მუსიკალური დრამა. ანუ ამ ხოდ უბრალოდ ოპერა მუსიკის ხათით, მაგრამ მან თავარია ყველაფერი ერთნაირად. სიტყვები, ანუ ის პოემა დაწერა, ამისაგან მან თვითონ თავისი ლიბრეტო არის მისი, მუსიკა, დადგმა, ყველაფერი არის ერთნაირად მნიშვნელოვანი, არა მხოლოდ ხმა. და ეს მე იმდენად მომეწონა ეს მისი ოპერები, რომ თავისით მე რომ ვუკრავდი თავისით ეს მელოდიები მეკვრებოდა მისი ლეიტმოტივები, რითაც ცნობილია ვაგნერი და რაღაც უკვე ჩემი მუსიკაც ემატებოდა, რომელიც ვაგნერის ამ თემას შეესაბამებოდა და ასე აბსოლუტურად გადასახვა იყო სცენაზე, შევეხებით ვაგნერს, ცოტა ციტამამეც არის ახლა. კი, რა თქმა უნდა, და იცი რა ის ჟღერადობა სწორედ როგორც ცოტნე მაგნიშნა, რომელიც ვაგნერმა პირადად შექმნა. ვაგნერისეული ინსტრუმენტები, ვაგნერისეული ოპერის სახლი, სპეციალურად გაიზარდა ორკესტრის შემადგენლობა, ძალიან სწორად იყო დაჭერილი შენს მიერ გაკეთებულ ტრანსკრიფციაში. და ამის პარალელურად კონტრასტი იყო ძალიან ნაზი, ნატიფი და ღრმა შუბერტის სონატა. ნაწარმოები, რომელსაც დიდი პიანისტებიც ურთხიან. კი, საერთოდ ჩემი აზრით, ეგეთი კომპოზიტორები, როგორიც არიან შუბერტი, მოცარტი, სადაც ნოტების რაოდენობა არის უფრო პატარა და ასევე დიაპაზონი, აქ ჭირდება ხმამაღალ ზედან ქვედა დიაპაზონზე დაკვრა. და პედალიც ამდენი ხმარება არ შეიძლება, როგორც რომანტიკულ ნაწარმოებში. არის უფრო რთული. ბევრი თვლის, ბევრი მუსიკოსიც კი რო აი რომანტიკული ნაწარმოები, ეს არის ვირტუოზობაზე, იქ უფრო მეტი უნდა იხტუნაო ფორტეპიანოზე და უფრო მეტი ჩქარი ნოტები დაუკრა, მაგრამ ეს უფრო ადვილია, რადგან ინტონაციები მანდ უფრო ჯამდება. და ცოტა ნოტია და მუსიკა ის გენიალური, თითოეული ინტონაცია თითოეულ ნოტზე მიდის და უნდა გათვალო და ეს არის უფრო რთული სამუშაო ჩემთვის, ვიდრე
ჩემი აზრით ვიდრე რომანტიკულ თანაც შუბერტის შემთხვევაში ის ძალიან ზუსტი არის მითითებებში, განსაკუთრებით მის ბოლო სონატებში და მინდა აღვნიშნო სწორედ ის מחვილები და ის კონკრეტული ინტონაციები, რომელიც შენ შესრულებაში დავიჭირე, ძალიან ზუსტად და ძალიან საინტერესოდ. იმ პატარ-პატარა ფრაზებში და მის მიერ მე აწყობილი დიდი ფაზლი, რომელთაც იქნება ეს დიდი სურათი. ძალიან სასიამოვნო იყო. პედაგოგები არიან. აქვე აღვნიშნოთ ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი ქალბატონი ნინა მამრაძე, რომელიც არის ბატონი ცოტნეს ბებია, არის მისი პირველი და შეუცვლელი პედაგოგი, მათი მუსიკალური ურთიერთობა ეს კიდევ ცალკე დღესასწაულია და ის მუსიკალური იდეების გაცვლა, რომელიც თუნდაც იქაც ადგილზევეც მოხდა და ესეც არის ჩაფიქრებული პიანინოს პროექტი, როდესაც სავალალო სიტუაციაში მუსიკოსები ერთმანეთს უზიარებენ ამ თუ იმ მოსაზრებას. როგორი არის მუშაობა დღეს, უკვე როდესაც ცოტნეს უკვე თავისი ენა აქვს, ცოტნეს უკვე თავისი გადაწყვეტილებები აქვს და მინდა გითხრათ ძალიან კაცრი და მყარი ხასიათიც. საერთოდ ჩემი ერთადერთი პედაგოგი იყო და დღემდე არის ფორტეპიანოში არის ბებია ჩემი ნინო მამრაძე. მან მასწავლა ასე ვთქვათ აი სწორი მიდგომა და აზროვნება აი ამ გენიალურ კომპოზიტორებთან და ამან მე მთელი ჩემი ცხოვრებისთვის ძალიან დამეხმარა ეს ერთ-ერთი მთავარი რაღაცა რაც მე მაქვს ჩემ აზროვნებაში მუსიკალურშიც ბებია ჩემმა გადმომცა მე პირდაპირ და ესა თქო უნდა კომპოზიციაშიც მეხმარება თუმცა კომპოზიციაში მე ჯერ მასწავლებელი არ მყოლა და არ მყავს რა თქმა უნდა ჩვენ საუბრობთ სულ არ მხოლოდ მუსიკაზე მაგრამ ხელოვნებაზე და უფრო სხვა რაღაცებზეც და ეს არის რაღაც ეგეთი ფილოსოფიური და ღრმა საუბარი ჩემს და ბებია ჩემი შორის რაც პატარობიდან მე მაქვს პატარობიდან და ეხლაც გრძელდება და გრძელდება შემდეგ საფეხურზე მე მახსოვს როდესაც ჩვენ პირველი ინტერვიუ გქონდა და როდესაც მე შენ პირველად მოგისმინე ზუსტად ისეთივე ზრდასრული იყო ცოტნე როგორიც იყო ნებისმიერი მუსიკოსი იმ ოთახში და შეგეძლო მასთან ნებისმიერ თემაზე გესაუბრა და ეს კიდევ უფრო და კიდევ დიდ მასშტაბებს რომ მიძენს ეს ძალიან დიდი ბედნიერება. რამდენი წლის არის? 16-ის. 16. მოვარ. ცოტნე მოდი ვისაუბროთ ახლა უკვე იმ კონკრეტულ მიმართულებაზე რომლითაც შენ მართლაც აოცებ ყველას. შენი კომპოზიცია, რომელსაც ქმნი, უკვე დაკვეთებიც არის, ყავს მენეჯერი. მიხარია ძალიან რომ სწორედ მირიან ხუხუნაიშვილთან ერთად შესრულდება ერთ-ერთი ნაწარმოები სულ მალე, ასევე ორი სიმფონია დასრულდა და ვიცი რომ ვერბიეს ფესტივალზე კვინტეტსაც დაწერე. ართალია. ეხლა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩემთვის ნიშნულოვანი კონცერტი დღე იქნება როტერდამში. ეს იქნება ჩემი მეორე სიმფონია, არა, მაგრამ უფრო სიმფონიური პოემა, თუმცა მე სათაური ჯერ არ მოვიფიქრე. და უნდა მოვიფიქრო მალე, ეგეთი საკმაოდ დიდი ორკესტრისთვის დაწერილი ნაწარმოებია. ჩემი პირველი სიმფონია შესრულდა 2025 წელს იანვარს ზალცბურგში ფრანსუა ლელუ, რომელიც არის ძალიან ძლიერი ჰობოისტი და ასევე მეუღლე ლიზა ბათიაშვილის და მან შეასრულა ჩემი სიმფონია. ეს იყო ძალიან დიდი რაღაცა ჩემთვის, იმიტომ ეს შესრულდა ზალცბურგში მოცარტის კვირეულზე და მან უფრო პატარა ორკესტრია, მან დარის აი ბეთჰოვენ მოცარტის ეგეთი ორკესტრი. იმ დროისთვის ეს დიდი ორკესტრი იყო ძალიან, მაგრამ ეხლა უკვე ეს ითვლება უფრო საშუალოზე პატარა. ეს უკვე არის საშუალოზე დიდი და დიდი ორკესტრი, უფრო მალერის სიმფონიების შესაბამება, ეს მეორე სიმფონია, ჩემი სიმფონიური პოემა. ასევე ეს იქნება იდირიჟორების ლახავშანი. ლახავშანი არის მთავარი დირიჟორი როტერდამის ფილარმონიის, თუმცა ის ეხლა ტოვებს ამ ორკესტრს, ეს იქნება მისი ბოლო კონცერტი, ესე ბოლო ოფიციალური კონცერტი, როგორც მთავარი დირიჟორი. ეს დასამშვიდობებელი კონცერტია ისი დირიჟორობის და გადადის მიუნხენის სიმფონიურ ორკესტრთან. და ასევე შესრულდება კიდევ მალერის მეოთხე სიმფონია, კიდევ სხვა რაღაცეები, მაგრამ აი ჩემი ნაწარმოები სრულდება და ეს ნაწილია ამ დიდი კონცერტის. წარმატებებს გისურვებ და ველოდები ამ შესრულებას. ასევე ვიცი რომ ეს მზადები ძალიან დიდი ტურნესთვის იაპონიაში, სადაც რა თქმა უნდა შენ შეასრულებ შენს ნაწარმოებებს, მაგრამ ასევე არის ძალიან საინტერესო რეპერტუარი შერჩეული, თუ შეგიძლია რომ გაგვიმხილო. დიახ. მე ექნება ეხლა უკვე ბევრი ეგეთი ფესტივალი, საკმაოდ ცნობილი ზაფხულის
აი ცნობილი ეგეც საკურორტო ადგილებში არის ზეთად, იმიტომ ფესტივალი დიახ და ეს იქნება გერმანული და ფრანგული ქალაქები შევასრულებ აი შუბერტიც იქნება, შონბერგიც იქნება და ნუ იაპონიაც თქვენ ახსენეთ ეს კონტრასტია შუბერტი, შონბერგი, სხვადასხვა აბსოლუტურად განსხვავებული. იაპონიაში ეს იქნება ჩემი მეოთხე უკვე ვიზიტი იაპონიაში. იქამდე სულ ორი კან იყო სოლო ტურები, ერთი იყო უკვე ორკესტრთან. თუმცა ახლა დავიწყო ორკესტრთან, უკვე მეორეჯერ, მაგრამ ეს იქნება ყველაზე წამყვანი ორკესტრი იაპონიაში, NHK რადიო ორკესტრი. ვასილი პეტრენკო, რომელიც ითვლება ძალიან ძლიერ დირიჟორად, შევასრულებთ რახმანინოვის მესამე კონცერტს. და ნუ მოთქონდა ბისი იქნება მე ვფიქრობ ჩემი იმპროვიზაცია აუცილებელია. რა თქმა უნდა ასევე გავახაროთ ქართველი მსმენელი, იმიტომ რომ რახმანინოვის მესამე კონცერტი შენი შესრულებით სწორედ ფრანსუა ლულოსთან ერთად მოვისმენთ თბილისში ივნისის თვეში აუცილებლად მოვიწევთ ცოტნეს ჩვენთან და რაც ძალიან მახარებს საზაფხულო ფესტივალზე, რომელსაც მე და ჩემი მეგობრები ერთად ვაკეთებთ მაესტრო პასკალ ნემიროვსკის ხელმძღვანელობით IPM თბილისზე, ცოტნე იქნება წარმოდგენილი როგორც ახალგაზრდა რეზიდენტი ვარსკვლავი, ის იქნება პირველად საერთაშორისო კონკურსის ჟიურიში და რა თქმა უნდა მანდაც შესრულდება მისი ნაწარმოებები და მე დამპირდა რომ ჩვენთვის სპეციალურად დაწერს 4 ხელისის ნაწარმოებს, ასე რომ ბევრი პრემიერა გელოდებათ 2026 წელს ცოტნესგან. ჩვენ შეგვიძლია დავუსრულებოთ ვისაუბროთ შენთან და გისმინოთ როგორ საინტერესოდ საუბრობ, მაგრამ ასევე ძალიან გვინდა რომ მოგისმინოთ როგორ საინტერესოდ ასრულებ იმ იმპროვიზაციას, რომელიც ახლა შესრულდება და პირველი იქნება ეს იქნება ინსპირაცია დღევანდელი დღის. ამ შემთხვევაში კი დაგრჩება ნამდვილად ჩანაწერი და შეგიძლია გამოიყენო ფრაგმენტები. ხო, აი ეს კარგია, რომ ეს ჩანაწერი დაგრჩება. მაყურებელს ნამდვილად უნდა უთხრათ, რომ ეს აქვე ითხზვება თქვენს თვალწინ, თქვენ ახლა ხედავთ, იქნებით მომსწრე დაბადების მუსიკის. და ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავი. გიშვებ ინსტრუმენტთან, ჩვენ ისევ მალე შევხვდებით. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენთან ერთად არის ცოტნე ზერგინიძე. გთხოვთ.
ეს ხო ვამბობდი დათვნა რომ აუცილებლად ზემოდან მოდის, იმიტომ რომ ხა წარმოუდგენელია სხვანაირად რო იყოს და მერთ ფაქტს რომ ეს მუზა, რომელსაც ჩვენ ესე ვუწოდებთ ხოლმე, არასოდეს არ იყოს, ასე ვთქვათ, დატოვებული, არ დაფტოვოს ამ მუზამ და რაც ახლა მოვისმინეთ, მართლა რამდენ ჟანრში რაღაცა სხვადასხვა სტილისტიკა, სხვადასხვა ჟანრი, მაგრამ როგორ ჰარმონიულად ერთად შეარწყო, მე რაც თავარია ყველაზე რთული, რომ დრამატურგია კონდეს, ანუ დაიწყოს, განვითარდეს, დამთავრდეს, ეს როდესაც მოდის იმპროვიზაციულად თავისი ფინალით, თავისი განვითარებით მუსიკალური ეს ძალიან დიდი რაღაცა მე ბედნიერია რომ ასეთი ადამიანი ყავს და ამის მომავალში ძალიან დიდი სახელი გვექნება უკვე საკომპოზიტორო მიმართულებით, იმიტომ რომ ძალიან იშვიათია და ცოტა ნაკლებად მოვიკოჩდო. დიდი მადლობა.